მოგესალმებით, თქვენ უყურებთ სამედიცინო პოდკასტ ნინო მარღიშვილთან ერთად. ჩვენი დღევანდელი პოდკასტის თემა არის ისეთი უმნიშვნელოვანესი პრობლემები, როგორიც არის თავის ტკივილი, შაკიკი და ძილის დარღვევა. ეს სამივე სიმპტომი ძალიან გავრცელებულია და მნიშვნელოვნად აუარესებს ჩვენი ცხოვრების ხარისხს. ისგან არის გამოწვეული თავის ტკივილები და როგორ გავარჩიოთ ამ თავის ტკივილის ტიპები, რა არის შაკიკი და როგორ შევძლოთ ამ მდგომარეობის შემსუბუქება. ასევე რა გავლენას ახდენს ძილი ჩვენი ცხოვრების ხარისხზე. ამ ყველაფერზე და კიდევ ბევრ სხვა საინტერესო საკითხზე სასაუბროთ, დღეს ჩვენ მოვიწვიეთ კლინიკა NMDT-ის ექიმი ნევროლოგი ანა ჯიქობავა. ქალბატონი ანა უპასუხებს ყველა თქვენს კითხვას, გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას და მოგცემს სასარგებლო რჩევებს. მოგესალმებით ქალბატონო ანა. მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ მობრძანდით ჩვენთან. თავის ტკივილი ეს არის ისეთი სიმპტომი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გამოუცდია. საკმაოდ დისკომფორტის შემქმნელია და ცხოვრების ხარისხს ძალიან აუარესებს. მე მინდა გკითხოთ, უხშირესი მიზეზი რა არის თავის ტკივილის გამოწვევის? საერთოდ სწორი ბრძანეთ ნინო ის რომ თავის ტკივილი ეს იმდენად ხშირია რომ ნევროლოგთა მომართვიანობის 40% თავის ტკივილია რითაც მოდის პაციენტი. ხა თავის ტკივილს ძალიან ბევრი გამომწვევი მიზეზები ყავს, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში ფუნქციური ტიპის თავის ტკივილი, რომელიც არ არის შეჭიდული ორგანულ დაზიანებასთან და საშიშ მდგომარეობებთან, უფრო ხშირია. ეს არის დაძაბვის თავის ტკივილი, კლასტერული თავის ტკივილი, შაკიკი, ეს ერთი ჯგუფის თავის ტკივილებია. ძირითადად განპირობებული არის ფუნქციური დარღვევით თავის ტვინის გარკვეულ უბნებში. ახლა ქერქვეშა უბნებია, რომელიც პასუხისმგებელია ძალიან ბევრ რამეზე. მაგრამ ყველაზე უფრო საინტერესო რა არის, იცით, ყველა პაციენტს აინტერესებს შიგნით ხო არ მჭირს რაღაცა, ხო? თავის ტკივილი თვითონ თავისთავად ნერვულ ქსოვილს სულ რო დაჭეჭყოთ თქვენ, ნერვული ქსოვილი ტკივილის შეგრძნება მას არ აქვს. ეს რეცეპტორები არის მოთავსებული სისძარღვოვან გარში, რომელიც გარედან აკრავს თავის ტვინს. და სწორედ აი ესეთი დარღვევების დროს ხდება იქ ამ ნოციცეპტური რეცეპტორების მგრძნობიარე ტკივილის აღმქმელი რეცეპტორების გაღიზიანება. ეს შეიძლება იყოს ვენური დინების დაბრკოლებით, ანუ არ გამოვიდეს წესიერად. შეიძლება იყოს გარკვეულ ინტოქსიკაციაზე, შეშუპების ფონზე. შეიძლება იყოს ჩვეულებრივად როგორც ფუნქციური თავის ტკივილი, სისძარღვთა არაადეკვატური შეკუმშვა გაფართოების ფონზე. ახლა იყო ლაპარაკი იმაზე და ძალიან ბევრი ნევროლოგი ამას ასე ვთქვათ ხუმრობითაც უდგება, იმიტომ რომ სისხლძარღვის შაკიკს ყოველთვის ეძახოდნენ, აი სისხლძარღვის შევიწროებული მაგ და ესეც არის მოსახლეობაში გავრცელებული ტერმინი, რომ სისხლძარღვის შევიწროებული მაგ. სისხლძარღვი თავისთავად ვერ შევიწროვდება და ვერც გაფართოვდება, მას აქვს უზარმაზარი რეგულაციის მექანიზმი ნერვული ქსოვილიდან. და ნერვული ქსოვილში სწორედ როდესაც არაადეკვატურად ხდება მიწოდება ინფორმაციის, ანუ იქ არ არის აგზნება, შეკავება დაბალანსებული, ასეთ შემთხვევაში არაადეკვატურად ხდება სისხლის ნაკადის მიწოდება თავის ტვინის გარსებში. მეორე ყველაზე უხშირესი მიზეზი ეს არის ხერხემლის ოსტეოქონდროზი, რომელიც ასევე ძალიან ბევრი და გავრცელებულია, იმიტომ რომ არც ისეთი ხარისხის ფიზიკური აქტივობა არ გვაქვს, არც ისეთი ხარისხის საკვები არ არის, რომელიც შეიცავს და არც ისეთი ხარისხის შეიძლება ხარისხის ბალიშიკი გვაქვს, მაგრამ ის არ არის, რომელიც საჭიროა. ხო. ამიტომ ძალიან ხშირია 40% მომართვიანობის არის ეს, თუმცა ორგანული დაავადებები, რა თქმა უნდა, მძიმე დაავადებები, როგორიცაა ახლა სიმსივნე, ანევრიზმა და ასე შემდგომ, მაგრამ იმათ იმდენად თავისთვის სპეციფიური დამახასიათებელი აქვს, რომ ახლა ის იმის ამოცნობა არ არის რთული.
ეთით რა მინდა გკითხოთ, აი ყველა შემთხვევაში თავის ტკივილის დროს უნდა მივმართოთ ეგრევე ექიმს, თუ შეგვიძლია რამე გამოვიყენოთ, თქვათ რამე საშუალებას მივმართოთ შემთხვევაში. თავის ტკივილები, რომელიც ანამნეზში გქონია კიდევაც და გაუვლია ერთჯერადად ყოფილა თვეში ერთხელ, წელიწადში ერთხელ და არ ყოფილა ძალიან ძლიერი, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ამას ესეთი დიდი ყურადღება არ მივაქციოთ. მაგრამ თუ თავის ტკივილი ერთჯერადად ისეთი ძლიერი იყო, რომ მას მოყვა გულისრევის შეგრძნება, აღებინება, დაგჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ემერჯენსი, ასეთ შემთხვევაში ყველა ვარიანტში ჯობია რომ მივმართოთ ნევროლოგს, იმიტომ რომ მან გააკეთოს კვლევა, ხომ არ იყო ეს ის საშიში დაავადება, რომელსაც ქვია ანევრიზმის განშრევება. გასაგებია. და აი, როდესაც არ არის ესეთი იშვიათია ტკივილი, როგორც თავიდან თქვით და რამე მრჩევას ხომ არ მოგცეთ, როგორ გავუმკლავდეთ ამ შემთხვევაში, თუ არ თვლით საჭიროდ, რომ ამ წუთას ექიმთან მიმართვა აუცილებელია. როგორც გითხარით, თუ კი ახლა როდესაც კისრის ოსტეოხონდროზი ამას პაციენტი ხვდება, იმიტომ რომ ამას ახლავს არა მარტო კისრის, არამედ ბეჭებისა და ზედაკიდურებზეც აუსიამოვნო შეგრძნებები და ფუნქციური თავის ტკივილები, როგორც აღნიშნეთ, სიძაღლოვანი კედლის პრობლემებიდან მოდის. ყველაზე მარტივი, რაც შემიძლია ვურჩიო, ეს არის მაგნიუმის დამატება საკვებში, ან ჩვეულებრივად მაგნიუმის შემცველი პრეპარატების დამატება. რატომ? იმიტომ რომ მაგნიუმი არეგულირებს ჯერ ერთი ყველა ამ ფერმენტულ სისტემას, რომელიც რეგულაციაში ნერვულ სისტემაზეც დადებითად მოქმედებს, ამშვიდებს აწყნარებს ნერვულ სისტემას და დიდი რაოდენობით იხარჯება კიდევაც. ხა 21 საუკუნეში მით უმეტეს კომპიუტერის ფონზე, მით უმეტეს დაძაბული სამუშაო რიტმის ფონზე, მით უმეტეს, როდესაც ესეთი გამონაბოლქვი საკმაოდ დიდია და ცუდია ჩვენს ქალაქში, ხო ასეთ შემთხვევაში ძალიან დიდი რაოდენობით ხდება მაგნიუმის გამოფიტვა ორგანიზმიდან და მაგნიუმის დეპო ჩვენ არ გაგვაჩნია. ამიტომაც უნებელია ეს დავამატოთ 6 თვეში ერთხელ სადღაც 20 დღე მაგნიუმი. მით უმეტეს აი შაკიკის მკურნალობაში ეს გადამწყვეტი პრეპარატია, იმიტომ რომ საკმაოდ კარგად არეგულირებს სისხლძარღვის ტონუსს მაგნიუმი, კარგად ამცირებს იმ აგზნებულ უბნებს თავის ტვინისას და შესაბამისად ყოფილა შემთხვევა, რომ სულ არაფერი სხვა მედიკამენტი არ ჩაგვირთავს პაციენტისთვის, როდესაც ძალიან იშვიათი არის თავის ტკივილი, ამ შემთხვევაში მაგნიუმის რომელიღაცა პრეპარატი ყველაზე უფრო კარგია სწრაფად მოქმედი სუბლინგვალური ფხვნილების სახით, თუ კი მივიღებთ, თუ არა და ენის ქვეშ ჩავიდოთ ის მაგნიუმი, რომელიც სწრაფად ვეხსნის ამ მდგომარეობას. დიდი მადლობა და აქვე ჩაგეკითხებით მაგნიუმთან დაკავშირებით, რა ტიპის მაგნიუმს გვირჩევთ უფრო მეტად? მაგნიუმი სხვადასხვა სახითაც არის, ოქსიდებიც არის, ბისგლიცინატებიც არის, რომელიც იოლად შეწოვადია და თუ კუჭის პრობლემა არის, შეიძლება ბისგლიცინატი გამოვიყენოთ, ოქსიდი ყველაზე სწრაფად შეიწოვება და ყველაზე კარგია, მაგრამ ერთ-ერთი ჩემთვის საყვარელი ფორმები არის თიოსულფატები მაგნიუმის, ამიტომ რომ ამ ბოლო პერიოდში, როდესაც ამდენი გამონაბოლქვია ჩვენს ქალაქში, ყველაზე მძიმე ნივთიერებების დეტოქსიკაციაშიც მონაწილეობს თიოსულფატი, ამიტომ ორი დადებითი აქვს მას. არსებობს ესევე კომბინირებული მაგნიუმი და კალციუმი ერთად, იმიტომ რომ ეს ერთმანეთის ანტაგონისტი მიკროელემენტებია და ამიტომ რო არ მოხდეს ერთმანეთის საპირისპირო ეფექტის განვითარება, არის კომბინირებული პრეპარატი შეგვიძლია. ხო, თუ თვითონ ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებას და რამე დაავადება გვაქვს, შეგიძლია ექიმს ვკითხოთ და ის აგვირჩევს რომელია თქვენთვის უპირატესი. ან თავის ტკივილის სახეობები არის სხვადასხვანაირი თავის ტკივილი? თუ ერთნაირია თავის ტკივილი, აი სიმპტომატიკას როგორ გადმოსცემენ თქვენთან მოსული პაციენტები, როგორ არა, როგორ არა, თავის ტკივილს თავისი დამახასიათებელი აქვს და ხა შაკიკისთვის ძირითადად დამახასიათებელი ნახევარი თავის ტკივილი. თვალბუდეზე ზეწოლა და შესაძლოა გულისრევა ღებინების შეგრძნება კონდეს, მაგრამ არ არის აუცილებელი რომ ეს ესე იყოს შაკიკის დროს. მაგალითად მაღალი არტერიული წნევის დროს შეიძლება კეფის არეში ტკივილის, მაგრამ კეფის არეში ტკივილი
ტკივილი ახასიათებს დაძაბვის თავის ტკივილსაც. და თვალის პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს ხედველობის პრობლემა. შეიძლება სინუსიტებმა შეიძლება მოგვცეს გაიმორიტებმა მსგავსი თავის ტკივილი. სამწვერა ნერვის ნევრალგიებმა შეიძლება მოგვცეს, არსებობს კიდე ვირუსული ინფექციები, რომელიც ეს ზოსტერისმიერი თავის ტკივილი საერთოდ კატასტროფულად ძიმედ გადასატანი თავის ტკივილი. შეიძლება რომ იყოს, თქო, არ იყოს რაიმე პათოლოგია, ესეთი გამოკვეთილი და იყოს ქრონიკული თავის ტკივილი, შესაძლებელია. კი, როგორ არა, იდიოპათიური დიაგნოზიც გვაქვს, ახლა დაუზუსტებელი თავის ტკივილი. ამ შემთხვევაში გამოყუჩებელის გამოყენებას ურჩევთ. კი, არა, ამ შემთხვევაში ვნახულობთ რამდენად რომელი გამოყუჩებელი შეურჩიოთ, რა სიხშირით არის, შეიძლება არ შეიძლება, რამე სხვა დაავადებები ხო არ არის თამხლები, რომელსაც გაგვიუარესებს. თავის ტკივილი შეიძლება ჩვეულებრივად მოგვცეს თუნდაც კოაგულაციური ფუნქციის შეცვლამაც რა, ჰიპერკოაგულაციამ, როდესაც პროთრომბინი ან ფიბრინოგენი ცოტაოთი უფრო მომატებულია. ან დეჰიდრატაციამ, როდესაც სიცხეში იყო პაციენტი და არ მიიღო შესაბამისი რაოდენობით სითხე, ან შარდმდენებს იღებდა და შესაბამისად არ მიიღო სითხე. ძალიან დიდი მადლობა აუმწურავი პასუხისთვის. გარკვეულწილად ჩვენ შაკიკს უკვე შევეხეთ, შაკიკის დაავადებას და ძირითადი სიმპტომი არის თავის ტკივილი, როგორც თქვით და როგორც განვიხილეთ. ძირითადი ტკივილი შაკიკის დროს თავის ტკივილია, მაგრამ რამოდენიმე კურიოზული შემთხვევაც მინდა გითხრათ, ახლა ექიმებისთვის ეს არ არის გასაოცარი, მაგრამ პაციენტებისთვის ზოგჯერ ძალიან საშიშელ ფერს იღებს. მაგალითად იყო პაციენტი, აი ახალხანაც ვყავდა პაციენტი, რომელიც შეშფოთებული იყო იმითი, რომ ხედველობის ველში წარმოიქმნება ფერადი ბურთები, ხაზები, წერტილები. იყო პაციენტი, რომელიც ხედავდა ჭყვალა ბურთს, რომელიც დადიოდა ოთახში და რა თქმა უნდა ეს ასოცირდა მისთვის галлюცინაციასთან და შესაბამისად ძალიან შეშინებული მოვიდა ექიმთან. მაგრამ შაკიკის არსებობს კიდე ესეთი საინტერესო ფორმები, რომელიც თავბრუსხვევით გამოვლინდება და საერთოდ არ ახლავს შეიძლება თავის ტკივილი. ეს უკვე ექიმა უნდა გააკეთოს დიფერენცირება და მიხვდეს რასთან გვაქვს საქმე. და თვითონ ეს შაკიკის შეტევა რამდენი ხანი შეიძლება რომ გაგრძელდეს, რამდენი ხანი? შაკიკის შეტევა კლასიკურად 3 დღე შეიძლება გაგრძელდეს. 3 დღე შეიძლება. და მას შეიძლება ახდენს გულისრევის შეგრძნება, ღებინების შეგრძნება, რა თქმა უნდა უმოქმედო ამ დროს პაციენტი, ყველაზე დამახასიათებელია ის რომ ფოტოფობია და ფონოფობია, ანუ არ სიამოვნებს სინათლე და მაური და პაციენტს ურჩევნია შავ ოთახში დაბნელებულ ოთახში მშვიდად წავიდეს და დაწვეს. ეს ერთ-ერთი სიმპტომია შაკიკის და გამოძინების შემდგომ მცირდება თავის ტკივილი ასეთ დროს. ძალიან დიდი მადლობა. აქვე მინდა გკითხოთ, თუ შეიძლება იყოს რაიმე ტრიგერი შაკიკის შეტევის დაწყებისთვის და როგორ შეგვიძლია რომ თავი დავიცვათ ამ ზემოქმედებისგან. ტრიგერი რა თქმა უნდა საკმაოდ ბევრი აქვს შაკიკს და პაციენტმა ჯობია იცოდეს, იმიტომ რომ როგორც კი ტრიგერი გამოჩნდება, ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია რაღაცა პროფილაქტიკური მედიკამენტების მიღება. ყველაზე უფრო მეტი ტრიგერი ერთი ეს არის ემოციური დატვირთვა. მეორე ეს არის ძილის დარღვევა. მესამე ეს არის სამუშაო რიტმი და მუდმივად მონიტორთან სამუშაო რიტმი. ესეც არის ძირითადად და მზე, მარილიანი საკვები. ძალიან ბევრი ტრიგერი აქვს მას. გრიპოზული ინფექციები, ანემიები, რკინის დეფიციტი. ანუ ძალიან ბევრმა რაღაცამ შეიძლება გაამწვაოს. პაციენტს ფაქტიურად პაციენტებმა ყოველთვის იციან, რომ აი მე ხვალ უკვე თავის ტკივილი მექნება, იცით და ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია არსებობს პრეპარატები, რომელიც თავის ტკივილის დაწყებისთანავე შეიძლება მიიღოს პაციენტმა. ეს არის ტრიპტანების უზარმაზარი ჯგუფი, ბევრი მათგანი ჩვენს ბაზარზე არსებობს და იმიტომ არის სხვადასხვა ტიპის, რომ ყველა ადამიანს შეუძლია თავისთვის შესაბამისი მოძებნა
გამოძებნოს. მე ხვდით შეიძლება ერთი არ იყოს, ანუ არ მოუხდეს ისე კარგად, მეორე პრეპარატი უფრო ეფექტური იყოს, ამიტომ გამოდის სხვადასხვა ჯგუფის ტრიპტანები და რომელიც ხედავს, რომ რომელიც ყველაზე უფრო სწრაფად მოქმედებს, ის კონდეს ყოველთვის ჯიბეში. ზოგადად განკურნებადია ეს დაავადება, შეგვიძლია თქვა ზოგადად. ჩაკიკი არ არის განკურნებადი, ეს არის ქრონიკული მდგომარეობა, მაგრამ თუმცა ქრონიკულ შაკიკს ჩვენ ვეძახით ისეთ შაკიკს, რომელიც არის წელიწადში 2-ჯერ და 3-ჯერ კი არა, რომელიც წელიწადში 10-15-ია. და 10-15 თუ კი არის, ასეთ შემთხვევაში უკვე პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, იმიტომ რომ აი ამ ტრიპტანებს, რომელსაც ვიყენებთ ჩვენ ერთჯერადად კუპირებისთვის, ამათ აქვს თავიანთი გვერდითი გავლენა სისხლზე და არ არის რეკომენდირებული თვეში 15 დღე მივიღოთ. თუმცა არც ჩვეულებრივი არასტეროიდული გამაყუჩებელები არ არის რეკომენდირებული ყველა თვე 15 დღე დავიღოთ. ხო, ამასაც ძალიან დიდი გავლენა აქვს ღვიძლზე და სისხლზე. ამიტომაც ჯობია მივმართოთ ექიმს და ექიმი არჩევს მკურნალობის მეთოდს. კი, და რამინდა კითხოთ, თქვათ უმკურნალობის შემთხვევაში ძალიან ისეთი ტკივილია, რთული მოსათმენია და დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანი მიმართავს ექიმს, მაგრამ უმკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია გართულდეს რამენაირად რამე ტკივილი, ანუ ერთადერთი ისეთი შემაწუხებელი სიმპტომი, ცხოვრების ხარისხს გვირღვევს, არაფრით ეს ხარისხს გვირღვევს. ხო, ესეთი გართულება მას რო ახლდეს ან ინსულტი ან ანევრიზმა, ესეთი რა გართულებები არ ხდება, კი ბატონო, გასაგებია, დიდი მადლობა. აქ თქვით ჩვენ ცხოვრების ხარისხის დარღვევა და ერთ-ერთი ისეთი ფაქტორი, რომელიც ცხოვრების ხარისხს ძალიან გვირღვევს, ეს არის ძილის დარღვევა. ვინდა ვისაუბროთ ამ თემაზე, რა იწვევს ძილის დარღვევას და რა მავნეზე მოქმედება აქვს ჩვენზე ადამიანების ორგანიზმზე ძილის დარღვევას. ძილის დარღვევას მიზეზი ბევრი აქვს, ყველაზე უფრო ხშირი ძილის დარღვევის მიზეზი არის ხელოვნურად გამოწვეული ძილის დარღვევა, როდესაც პაციენტს ურჩევნია, რომ ღამე იმუშაოს, ღამე წაიკითხოს, ღამე იმეცადინოს, ან როდესაც სამუშაო აქვს, მორიგეობები გააჩნია მას ისეთი, რომ ღამე უნდა შეინარჩუნოს სიფხიზლე, ასეთ შემთხვევაში ჩვენი ცირკადული რიტმი ნელ-ნელა გადაეწყობა. არიან ადამიანები, რომელთაც ხო არის ბეღურას და ბუს ტიპის, რომ ყოფენ რა თქმა უნდა, მაგრამ თუ კარგად ჩავეკითხებით და ვნახავთ ადამიანებს, რომელთანაც ღამე ურჩევნიათ მუშაობა, ეს არის ის ადამიანები, რომელთაც უფრო მეტად აქვთ შფოთვა, აი რაღაცა სუმცირე ხარისხითაც მაინც და მათ ურჩევნიათ მათი რგვლი სუნთლიანი სიმშვიდე და იყოს და ასეთ ფონზე იმეცადინონ. მეორე ყველაზე უფრო მძიმე რაც წამოვიდა ბოლო პერიოდში, ეს არის გაჯეტები, ეს მონიტორი, გინდათ ტელეფონი და გინდათ კომპიუტერი, ხო? ის ინარჩუნებს სიფხიზლეს მიუხედავად თავის ტვინის მდგომარეობისა და გვაიძულებს, რომ უყუროთ ის ფილმია თუ სხვადასხვა საინფორმაციო ნაწილია, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს. მესამეც ის აღიზიანებს თვალის ფსკერს ისე, რომ არ ღვევს სიფხიზლის მდგომარეობას. ახლა არსებობს ორგანული დაავადებები, რომელიც გვაძლევს ძილის დარღვევებს, ეს შეიძლება იყოს სომატური დაავადებები, რაღაცა გარკვეული ტკივილი, ფეხის ტკივილი, ხელის ტკივილი, სახსროვანი ტკივილები, ხო, სახსროვანი ტკივილები და ასე შემდგომ ბევრი სხვა ორგანოს დარღვევები, რომლის გამოც შეიძლება თავდაპირველად დაირღვა და ვერ იძინებს პაციენტი. არსებობს კიდევ ისეთი ფსიქოემოციური ტიპის დარღვევები, შფოთვითი აშლილობები, რომელიც ხასიათდება ძილის დარღვევით და ამას უკვე მარტო ჩაძინების დარღვევა კი არ არის, არის ღამის შფოთვით გაღვიძება, მოუსვენობა, წყვეტილი ძილი, ზედაპირული ძილი, ეს მაინც არის ისეთი მდგომარეობა. და ზოგადად სტრესულმა გარემომ შეიძლება ძილის დარღვევები სტრესულ გარემოში ყოფნა. და სტრესულ გარემოში ყველას ქონია ალბათ ცხოვრებაში ერთი დღე მაინც სტრესული და თუნდაც ბევრისთვის ეს იყო გამოცდების, მისაღები გამოცდება, ხო? და ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს არ ღვევს ძილის ხარისხს, რა თქმა უნდა.
კი ბატონო, ყველა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს? თუ შეგვიძლია გავუკლავდეთ მსუბუქ შემთხვევებში რაღაც რამე? საერთოდ ყველაზე უფრო კარგი არის თავდაპირველად თუ კი ამისი ნებისყოფა ეყოფა პაციენტს და გადაწყვეტილება მყარი აქვს, რომ თვითონ დაიწყოს თავისი ძილის ჰიგიენის მოწესრიგება. ხო, აქ არის ძალიან მარტივი ესეთი მეთოდები, რომ ლოგინი გამოვყენოთ მხოლოდ და მხოლოდ დასაძინებლად და არა საკითხავად, არა სამუშაოდ, არა ფილმის აყურებლად, ხომ? ხვდით ეს უკვე მარტივია. ყველაზე დიდი რაც შეიძლება გავაკეთოთ, ვიკითხოთ, თუმცა არც ეს არ არის რეკომენდირებული. ვიკითხოთ. მეორეც ერთი მივეჩვიოთ ერთი და იგივე დროს დაძინებას და ერთი და იგივე დროს გაღვიძებას. თუ მხოლოდ და მხოლოდ ძილის ჰიგიენა არ შველის რო ან კომფორტული ლოგინი, რბილი და ასე შემდგომ, შეიძლება ესეთი მსუბუქი პრეპარატების წახმარება, როგორიცაა ბალახეული სედატიური პრეპარატები. მანდა მაინც კატაბალახას, აი ვალერიანს თუ არ ავირჩევთ, შეიძლება თავდაპირველად ავირჩიოთ ისეთი, როგორიცაა თუნდაც ბარამბო, ეს რა ქვია, კრაზანა, ბავშვებისთვის მით უმეტეს უხიფათო და უვნებელი, აი რაც არის ორსულებისთვისაც უხიფათო და უვნებელი. უფრო ასაკოვან პაციენტებში შეიძლება მელატონინი იყოს ეს თავდაპირველად. ძილის დარღვევები შეიძლება მოგვცეს გარკვეული ნივთიერებების დეფიციტმაც, აი მაგნიუმის დეფიციტმა შეიძლება მოგვცეს, ამაშიც გვეხმარება მაგნიუმი. შეიძლება მოგვცეს ბეჭდგუფის ვიტამინების დეფიციტმა. ამაშიც შეიძლება პოლივიტამინების დამატება გვიშველოს. გასაგებია, გავიგეთ, კიდევ რომ მინდა გითხოთ, თქვა გართულდა მდგომარეობა, სისტემატიური ხასიათი მიიღო ძილის დარღვევებმა, აი რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს და როგორ მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე? ძილის დარღვევებმა ხა თუ კი ისეთი სერიოზულ მდგომარეობამდე მიდის, ერთი ძილის დარღვევა ეს ხელს უშლის რეგენერაციის პროცესებს თავის ტვინში. აქედან თქვათ ის, რომ აი ძველი გამონათქვამი არსებობს ესეთი, რომ ბავშვი ძილში იზრდება, იმიტომ რომ ძილის დროს გამოიყოფა როგორც კარგად ვიცით სომატოტროპული ჰორმონი და თუ ძილის ფაზები დარღვეულია, ეს სომატოტროპული ჰორმონის პიკი ღამე არ არის. მეორე ყველაზე ცუდი გართულება ხა არ შეეშინდეს ოღონდაც ჩვენს პაციენტებს, მაგრამ მე ვთვლი, რომ ალბათ ყველამ უნდა იცოდეს. ეს არის, რომ სწორედ როდესაც ძილის ფაზა ირღვევა, მით უმეტეს ახალგაზრდა ასაკში, მაშინ სომატოტროპული ჰორმონის პიკი და ინსულინის პიკი, მით უმეტეს ღამე საკვების მიღება თუ კი დაემატა და ერთმანეთს დაემთხვა, ეს არის ძალიან ბევრი სიმსივნური დაავადების რისკი. ამიტომ ეს საკმაოდ ყურად მისაღები არის. ღამე ვჭამთ, თუ არ ვჭამთ, გვიძავს, თუ არ გვიძავს. თუ გვიძავს, საჭმელს მაინც ნუ შევჭამთ, მაგრამ ესეც ძალიან რთულია ჩვენი ცხოვრების რეჟიმებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა. მაგრამ ასევე შეიძლება მოგვცეს მეხსიერების დაქვეითებაც, კონცენტრაციის დაქვეითებაც. ხანგრძლივად როდესაც გრძელდება. ხო, ხანგრძლივად თორე ხა ერთი კვირა თუ კი არის, ეს კატასტროფას არასდროს არ წარმოადგენს და ყოველთვის აღდგება იქ მერე ორგანიზმში ყველაფერი. მაგრამ ხანგრძლივი დროით ინსომნია ბევრ რაღაცას გვაძლევს. მაგრამ ამავე დროს შეიძლება მოგვცეს ფსიქიკური ტიპის დარღვევებიც, რა თქმა უნდა, ეს არის გაღიზიანებადობა, შფოთვა, მოუსვენრობა, იმპულსური ქცევა და ასე შემდეგ. ასევე მინდა გითხოთ, ძილთან დაკავშირებით ჩვენ მოგმართავენ სხვადასხვა ჩივილებით. ზოგ ადამიანს უჭირს ჩაძინება. ზოგი ადამიანი პირიქით, ანუ ჩაძინებით მარტივად ჩაძინებს, მაგრამ შემდეგ ნებისმიერ ხმაურზე, გამღიზიანებელზე ხმამაზე მალე იღვიძებს ზედაპირული ძილით ძინავს. ეს ხო რამე სხვადასხვა პათოლოგიებთან ასოცირდება ეს მდგომარეობები თუ კი არა, შესაძლებელია ეს იყოს სწორედ შფოთვითი აშლილობის გარკვეულ ფორმებთან დაკავშირებული. ძილის დარღვევები ძალიან ხშირად ახლავს სწორედ შფოთვით აშლილობებს. და ამიტომ აქ რა თქმა უნდა ჯობია, რომ ექიმმა შეარჩიოს მედიკამენტი და შეარჩიოს შესაბამისი მედიკამენტი, ისე რომ სხვა ორგანოებზე არ იმოქმედოს, სხვა სისტემები არ დააზიანოს და ძილი ყველაზე სწრაფად აღადგინოს. ასევე მინდა გითხოთ სიზმართან დაკავშირებით.
არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან მცირეხნიანი, თუნდაც 5 წუთიანი ძილის დროსაც ნახულობენ, ხედავენ სიზმარს და ასევე არის ადამიანები, რომელთაც ან ძალიან იშვიათად, ან საერთოდ არ ნახულობენ სიზმარს. ასეთ შემთხვევაში ეს რაიმე მდგომარეობასთან არის დაკავშირებული პათოლოგიასთან, ფიზიოლოგიურია თუ როგორ თუ სიზმრის თვითონ არსი და შემცველობა არ არის ცუდი და არ არის კოშმარული სიზმრები, ანუ ცუდი ინფორმაციის შემცველი, ხო? ასეთ შემთხვევაში ეს არ არის დიდად პრობლემური რამ და ეს მიუნიშნებს იმას, რომ პაციენტმა პიროვნებამ გაიღვიძა ძილის ფაზების სხვადასხვა საფეხურზე. თუ კი უფრო ადრე ვიღვიძებთ ფაზის დასრულებამდე ძილი გვახსოვს რა სიზმარია და თუ კი დავასრულეთ სულ ბოლომდე, მაშინ შეიძლება არ გვახსოვდეს რა არის სიზმარი. ანუ ხედავთ თუ არ ხედავთ სიზმარს, არანაირ პათოლოგიასთან არ არის დაკავშირებული, ინდივიდუალურია და ხო, ინდივიდუალურია, მთავარია ცუდ სიზმრებს არ ხედავდეთ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ანა, მინდა გკითხოთ ასევე ფიზიკური აქტივობა რა გავლენას ახდენს ძილის ხარისხზე და ახდენს თუ არა გავლენას საერთოდ. ფიზიკური აქტივობა საერთოდ ითვლება, რომ არის ყველაზე კარგი ანტიდეპრესანტი. და არა მარტო ყველაზე კარგი ანტიდეპრესანტი, ფიზიკური დატვირთვის დროს გამოყოფილი ლაქტატი ამცირებს ავტოიმუნურ დაავადებებსაც, იმიტომ რომ ამცირებს ანტისხეულების წარმოქმნასაც ორგანიზმში. ფიზიკური აქტივობა ხა ძილზე დღისით თუ კი დღის პირველ ნახევარში ვარჯიშობთ ძალიან კარგია, მაგრამ ძილის წინ გამომაფხიზლებელი ეფექტი აქვს ფიზიკურ აქტივობას და რა თქმა უნდა ჯობია საღამ დღისით, რა თქმა უნდა ძალიან კარგია ფიზიკური აქტივობა. ქალბატონო ანა, მინდა გთხოვოთ ცოტა მეტი რომ ვისაუბროთ მელატონინთან დაკავშირებით. მელატონინი ერთ-ერთი ძალიან საინტერესო მოლეკულაა და ყველას ძალიან ფართოდ აქვს ამაზე ინფორმაცია, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე უფრო კარგი ის არის, რომ მელატონინი ეს არის ჯალღუსისებური სხეულის, ანუ ჩვენ რასაც ვეძახდით მესამე თვალი. ხო, ეს ოკულტურ მედიცინაში მესამე თვალს, ზუსტად ის სხეული გამოუყოფს ამ მელატონის. მელატონინი მონაწილეობს ძილღვიძილის ციკლის ფაზებში და ვიცით, რომ მელატონის გარკვეული კონცენტრაცია უნდა იყოს, რომ ჩაძინების ფაზა იყოს ნორმალური. როგორც ძილის ჰორმონს, ესე მოიხსენიებს გარკვეული კატეგორია. ესეც არის, როგორც ძილის ჰორმონი, მას ძალიან ბევრი ფუნქციები აქვს კიდევ. და მელატონინი რო სინთეზირდეს, ამისათვის საჭიროა, რომ თვალის ფსკერს გარკვეული დროის მანძილზე ხვდებოდეს ყვითელი სხივი და გარკვეული მზის სხივი. მოხდით, ამიტომაც არის, რომ აიყო ძველად გარკვეული მეთოდები მკურნალობის, დეპრესიებისაც და ინსომნიებისაც, უძილობებისაც, როდესაც პაციენტს ურჩევდნენ დილას გამთენიისას ამომავალი მზის ყურება 10-15 წუთი. უფრო შუა დღის მზეს, რა თქმა უნდა, ვერ უყურებთ თვალის ფსკერს და აზიანებს, მაგრამ ამომავალი მზეს არსებობს ასევე light თერაპიის მეთოდები, როდესაც სპეციალურად ამ გაფილტრულ სხივს სინათლისას აშუქებენ თვალის ფსკერზე 10-15 წუთიანი პროცედურაა ესეც. და ჩემს ახალგაზრდობაში იყო ესეთი ტერმინი, სამედიცინო ტერმინი ბიბლიოთეკარის დაავადება, იმიტომ რომ ბიბლიოთეკარი ეს იყო ჩაკეტილ სივრცეში მყოფი ადამიანი, რომლის განათებასაც მხოლოდ ნეონური ნატურა წარმოადგენდა. ამიტომაც ის ადამიანები, ვისაც ეხაც უწევთ მთელი დღე კომპიუტერთან ჯდომა, მთელი დღე მონიტორთან მუშაობა და ოფისში ჯდომა, ხო, ასეთ შემთხვევაში მათ თვალის ფსკერს არ ხვდება სათანადო სინათლე. არის ოთახები, სადაც არ არის ფანჯარა და პირველადი განათება, ხო? მაგალითად კაზინოები, მაგალითად სარდაფები, სადაც უწევთ. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მელატონინის დამატება ძალიან კარგია. არის პაციენტები, რომელთაც ხშირად უწევთ მორიგეობა და დღისით ძილი უწევთ და ღამე ღვიძლი, ხო? ასეთ პაციენტებთანაც მნიშვნელოვანია, რომ მელატონინი ჩაამატონ ტაბლეტირებული სახით. თუნდაც აი იმ დღეს, როდესაც მოდიან და უნდა დაიძინონ, ანუ აი როდესაც დაირღვა ეს. მელატონინი ასევე ძალიან კარგი არის, როდესაც ვიცვლით აი გადაფრინდებით, თუნდაც ვიცვლით გარკვეულ გარემოს, გეოგრაფიულ გარემოს, ხო? თუნდაც ფრენების დროს. საათობრივი სარტყელი, როდესაც იცვლება და არა მარტო საათობრივი შეიძლება სხვა გარემოშიც აღმოჩნდეთ, ხო?
ან თუნდაც სხვა ნახევარსფეროში. აღმოჩნდეთ, ხო, ასეთ შემთხვევაში ადაპტირებისთვის ძალიან კარგად გვეხმარება, რომ ძილღვიძილის ფაზა გადაანაცვლოს უკვე ჩვენ როგორც გვინდა ისე. ძალიან დიდი მადლობა ამ უმწურავი პასუხებისთვის. ჩვენს მენელს მინდა უთხრა, რომ ჩვენი შემდეგი თემა, რომელზეც ქალბატონ ანასთან ვისაუბრებთ, არის ნევროზი, ასევე საკმაოდ ფართედ გავრცელებული დაავადება ჩვენს დროში. თქვენს კითხვებს ველოდებით კომენტარებში და შევეცდებით ამ უმწურავად გიპასუხოთ ამ კითხვებთან დაკავშირებითაც. რამის ხომ არ დაამატებდით თქვენ, რამე რჩევები ხომ არ გექნებათ ჩვენი მსმენელისთვის ამ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც განვიხილეთ? პირველ რიგში ერთი ვუსურვებდი ყველას ჯანმრთელობას, მეორეც პროფილაქტიკური მეთოდების გამოყენება საკმაოდაც კარგია და შეიძლება მივმართოთ და არის კიდევაც მდგომარეობები, როდესაც შეიძლება საერთოდ არ დაგვჭირდეს ექიმი და ჩვენ თვითონ მოუვაროთ ამ პროცესებს, ხო? ძილის დარღვევის დროს ყველაზე დიდი პროცენტი 21 საუკუნეში ეს არის ძილის დარღვევა და ამის უბრალოდ ჰიგიენა დავიცვათ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის და მე არ წამოვა ძილის დარღვევები. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ანამ საინტერესო საუბრისთვის, ამ უმწურავი პასუხებისთვის. ჩვენ შევეცადეთ მაქსიმალურად ამ უმწურავად გვეპასუხოთ თქვენთვის საინტერესო კითხვებისთვის. დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.